წინა ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ low side-ზე, ეხლა კი ვისაუბრებთ high side-ზე და მის გამომწვევ მიზეზებზე. High side ხდება, როდესაც რაიდერი შედის მოსახვევში და უწევს ბაიკის დაწვენა. Რაღაც მომენტში ეს დაწვენის ამპლიტუდა კუთხე უფრო მეტია, ვიდრე შეუძლია დაიჭიროს საბურავებმა, ანუ საბურავების ჩაჭიდება ასფალტთან იკარგება და ხდება ესეთი რაღაც. უკანა საბურავი გასრიალდება და რაღაც მომენტში აღიდგენს ჩაჭიდებას და ხდება აი ესეთი გადავარდა. ეს შეიძლება მოხდეს აგრეთვე წინა საბურავის ჩაჭიდების დაკარგვის გამოც, მაგალითად დაკარგა, წაიღო, მერე შემდეგ აღიდგინა ჩაჭიდება და გადავარდა high side-ში. კიდე მეგობრებო, მე პირადად შემემთხვა high side-ი ეს მოსახვევში არ იყო, რაც უნდა უცნაური იყოს, ეს ადგილიდან წასვლის შემდეგ მოხდა, ხო? ადგილიდან დაუძარი აგრესიულად მოტოციკლეტი, ცოტა სველი იყო ზედაპირი და ეს მოხდა მეტროსიტის პარკინგზე. ვინც იცით, იქ არის დასხმული ბიტონი, ძალიან პრიალა ზედაპირი აქვს და როცა სველია, სრიალებს როგორც ყინული. გამოვედი მეტროსიტიდან, დავჯექი ბაიქს და მინდოდა სწრაფად გაცლა იქაურობას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ბაიქს არ ქონდა traction control-ი, ეს არის სისტემა, მეგობრებო, რომელიც უკანა საბურავს თუ დაბუქსავდა აჩერებს, ანუ არ აძლევს დაბუქსავების საშუალებას. რა თქმა უნდა, არ ქონდა და როცა დავძარი ადგილიდან, წაიღო უკანა ნაწილი, წავიდა ბუქსში, ანუ დაიწყო ბუქსაობა, წყალებში რო ჩავსვათ ეს და თავისთავად ამ მომენტში ყველა გადასვლაზე იზრდებოდა ეს ამპლიტუდა. და თავისთავად ამ მომენტში, ამ სიტუაციაში შენ გას ვერ გააკონტროლებ, იმიტომ რომ ხან აქეთ წაგიღებს, ხან იქეთ. ეს ხდება წამებში, მეგობრებო. ჩაეჭირა უფრო მეტი გას, უფრო მეტად დაიწყო გადახრა და რაღაც მომენტში გადამაგდო მოტოციკლეტიდან. თუ გავთ ნანახი ტომი და ჯერში პიტბული რო დაიჭერს კატას ტომს და აქეთ-იქეთ რო ახეთქებს, აი ესეთი რაღაც მომივიდა მოტოციკლეტზე. დავეცი მარცხენა მხრით, ნეკნებით, მაგრამ გადავრჩი, მოტეხილობა არ იყო, უბრალოდ ვიყავი დაჟეჟილი. ესე იგი, აქედან გამომდინარე, high side-ი შეიძლება მოგივიდეთ უბრალოდ ადგილიდან დაძრის დროსაც და არა მარტო მოსახვევში. შეიძლება აგრეთვე high side-ი მოგივიდეთ, როდესაც მიდიხართ პირდაპირ ტრაექტორიით, დააჭირეთ უკანა მუხლუჩს, წაიღო უკანა ნაწილი მოტოციკლეტმა აქეთ-იქით და ამ შემთხვევაში აუშვით, აღიდგინა ჩაჭიდება და მაინც გადაგაგდოთ. high side-ი არის ძალიან სახიფათო ავარიის ტიპი, რადგან ხდება სიმაღლიდან რაიდერის დაცემა და რაც უფრო სიმაღლიდან ეცემით ასფალტზე, მით უფრო დიდი შანსია მოტეხილობების და ფატალური შედეგის. ეხლა მეგობრებო, როგორ ავიცილოთ high side-ი? high side-ის აცილების პირველი და ყველაზე მთავარი საშუალება არის კარგი საბურავი, კარგი გულისხმობ ახალი საბურავი. ეს შეიძლება იყოს ნახევრად სლიკი, რომელიც გახურების შემდეგ თითქოს და ეწეპება ასფალტის ზედაპირს, როგორც წინა, ესევე უკანა. კარგი საბურავი, რომ იყოს კარგი, მკვეთრი, მძაფრი ჩაჭიდება ასფალტის ზედაპირთან. მეორე ეს არის ყურადღება, მივაქციოთ, როგორ გამოიყურება გზის ზედაპირი. იმ შემთხვევაში მე რო ავარი მომივიდა, მაშინ ვიყავი გამოუცდელი, ესე ვთქვათ, არ მივაქცია ყურადღება, თან ცოტა ნერვები მქონდა არა ისეთ წყობში და დავჯექი და მოვიდომე სწრაფად გაცლი და მომივიდა ეგეთი ავარია, რომ არ დავაკვირდი, ნაწვიმარი იყო, traction control-ი არ ქონდა მოტოციკლეტს, დაიწყო ბუქსაობა და განმომაგდე მოტოციკლეტიდან. ამიტომ ყურადღება მივაქციოთ, როგორ გამოიყურება გზის ზედაპირი. აუცილებლად. პლუს ამას უცნობ ტერიტორიაზე, უცნობ გზაზე არასდროს არ შევიდეთ იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც ჩვენ შევდივართ ნაცნობ გზებზე. ჩვენ არ ვიცით, ხო, შეიძლება მოსახვევში რაღაც მშენებლობა მიდის და გზაზე ყრია ღორღი, სილა ან ტალახი და მორჩა, მეგობრებო, შეიძლება დაგვემართოს high side-ი ან low side-ი. მნიშვნელობა არ აქვს. მივაქციოთ ყურადღება აუცილებლად გზის ზედაპირს. და გამოცდილების ხარჯზე უკვე მე მიხვდებით, სადამდე შეუძლია დაიჭიროს თქვენ საბურავს ამპლიტუდა მოხვევის და სადამდე არა. აი სულ ეს იყო მეგობრებო high side-ზე, მეტი high side-ის გამომწვევი მიზეზი ისეთი არ არის, ეს არის მოსახვევი და შეიძლება დაგემართოთ traction control-ის არქონის გამო კიდე ესეთი რამე დაიწყოს, ან მუხრუჭის გამო პრინციპში. მაგრამ ყველაზე ხშირად ხდება, რა თქმა უნდა, low side-ი. high side-ი
არც თუ ისე ხშირად low side-თან შედარებით, მაგრამ უფრო სახიფათოა. მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი TikTok-ი, მე უახლოეს მომავალში გადავალ სხვა ფორმატზე ვიდეოების, ანუ მე თვითონ გამოვჩდები ვიდეოში და უფრო დეტალურად აგიხსნით ყველა სიტუაციებს. ესე უფრო გასაგებია ახსნა, იმიტომ რომ TikTok-ი არ მაძლევს საშუალებას, რომ რაიმე ფრაგმენტები ჩავთო, ხო, იქ ავარის რაღაცა და ესე არის უფრო დეტალურად ახსნადი და გასაგები თქვენთვის მსგავსი ვიდეოები. თუმცა მაქვს სხვა ფორმატების დაგეგმილი, სადაც მე პირადად გამოვჩდები ვიდეოში და აგეხსნით უკვე ყველაფერს პრაქტიკულად. დროებით მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.